Chiti. Chiti, დაინახე Chiti. აი ვუძაობა. მოგესალმებით, გავდივართ გარეთ, დავათვალიერებთ ულამაზად კლებს ბუდაპეშტში და ასევე შევალთ ულამაზეს რესტორანში ან კაფეში, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გაჩვენებთ ყველაფერს და გავამყევით ერთად დავათვალიეროთ ულამაზი ადგილები. მოკლედ, ვიპოვეთ ესეთი კაფე, რომელსაც აქვს სანაპიროს ვაიბები გაფორმება და ყავა გინახო შენ. ნახოთ რა დაგხვდება შეგდით. ესეთი კუქიები ვიპოვე და ახლა ვირჩევ რამდენიმე აირს და დავაგემოვნებ. ნახავთ, ჩემი კუქისები ჯობია თუ ესა. მოგვიტანეს ჩვენი გემრიელობები. ახლა დავაგემოვნოთ ერთად. მოკლედ, ასე გამოიყურება და ახლა დავაგემოვნოთ. იმიტომ რომ ჩემი მეუღლეც ველდება ერთ სული აქ როდის გასინჯოს. პირველი ავიღოთ ესეთი შოკოლადის და თხილის. ძალიან გემრიელია. და შიგნითაც აქვს გული, აქვს კრემი. აიცა გაჩვენოთ ყოჩა. აი ესე გამოიყურება შიგნით. კიდე მინდა. აუეს კაპუჩინო ძალიან გემრიელი. შემდეგი იყო სინამონი. ძალიან კაი. მე რა გემრიელია. კაპუჩინოც ძალიან გემრიელი აქვს და არ ველოდი ესეთ გემრიელ კუკისებს. ჩემსაც არ ჩამოვარდება კი არა. ძალიან გემრიელია. შემდეგი მოდი იყოს ეს მარწვის. ხო. მარწვის და ქვია ორმაგი მარწვი, double strawberry. ნახოთ ახლა როგორია ეს, ძალიან მიყვარს სუბლიმირებული მარწვი მე. აი ძალიან რბილია. ძალიან გემრიელია. ველა არის უგემრიელესი. ესაც გავცინჯო კიდევ ერთხელ. გავანეიტრალო გემოები. ორმაგი მარწვი. შემდეგი იქნება ორეოები კი აქვს თავზე, მაგრამ ქვია red velvet-ი. პირველად როცა გავიგე red velvet-ის შესახებ, ძალიან პატარა ვიყავი და სახში მინდოდა გამეკეთებინა და მეგონა რომ ეს წითელი რაღაცა გემოს აძლევდა, თუმე არაფერ გემოსაც არ აძლევს, უბრალოდ ფერია. მაგრამ ამ შემთხვევაში დავამგემოვნებ კუკის. ესეც ძალიან გემრიელია. ანუ red velvet-ი ესეთი გემრიელი არ მაქვს გასინჯული თვითონ ნამცხვარი და ეს არის სასწაული. როცა ჩამოხვალთ, მოკლედ გეტყვით ამ ადგილს, დავწერ ვიდეოს ქვეშ და აუცილებლად ესტუმრეთ ამ კუკის ბარს.
მოკლედ, სულ ეს იყო ჩვენი ქუქისების დაგემოვნება. ახლა გადავინაცვლოთ სხვა ადგილზე. ესეც ულამაზესი სასტუმრო. მაშინ ახლა შევალთ, მაგრამ ვერ შევალთ. შევალთ. ბრძანდი კისანე. Hello. Grazie. ამ კაფეში უკვე ვიყავით. რესტორანი არის და მოპირდაპირე მხარეს არის კაფე. ძალიან არ მოგვეწონა კერძები. რამდენჯერმე ვიყავით ასევე კოქტეილები და უბრალოდ ინტერიერის გამო შემოვიდი ახლა. ულამაზესია როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. აი ამ რესტორნის რიგში ახლა სადაც ვიყავით არის ძალიან ბევრი ხალხი. შაბათ-კვირას საკმაოდ რიგებია ხოლმე და ჩემი რჩევა იქნება თუ კვირის დღეებში წამოხვალთ სამოგზაუროდ ბუდაპეშტში. ახლა კი მოვედით ჩვენს მთვარესთან, სფეროს ეძახიან. საღამოს განათებულია და ულამაზესია. იმედია საღამოსაც გამოვივლით. ახლა კი ასე დავდგებით. აღმოჩნდით სანაპიროსთან და არის ძალიან კარგი ამინდი, არც ცივა, არც ძალიან ცხელა. ხალხზე ჩემს მეუღლეს. და ჩავყვებით ამ ლამაზ ქუჩას. რა თქმა უნდა, მოგვიწია Fashion Street-ზე შემოვლაც და მიმდინარეობს საშობაო მზადება. გარეთ უკვე დადგეს ესეთი ჯიხურები. სადაც იქნება ალბათ გამოფენა გაყიდვა. იქით დგას უკვე ნაძვის ხე, რომელიც არ ჩანს, იმიტომ რომ ნაცრისფერია. და ძალიან ლამაზი იქნება, დარწმუნებული ვარ და ამისთვის ცალკე ვლოგს ჩავწერ, რა თქმა უნდა. შევიდეთ სუვენირების მაღაზიაში. ეს ხელნაკეთი ყვავილებით არის ულამაზესი, უბრალოდ ვერ მიმაქვს ფილმში გამიხდება, თან ადგილს არ მაქვს. ეს ჩიქების კედელი, მაგრამ ეს ჩიქები დიდად არ მიყვარს მე. ეს სასმელების კედელი. არ მიყვარს მე, იმიტომ რომ მაცივარზე რაც ემაგრება საერთოდ არაფერი არ მიყვარს, მიყვარს ცარიელი მაცივარი. და აქაც მუზეუმაზარი სივრცე სუვენირების დესერტები. აი მე საყვარელი კვატებია. რომელიც ღირს 16 ევრო. სასწაულო, ამას ძალიან ძვირია. აქ არის ესეთი პაპრიკის ქუთები, აქ პაპრიკა იციან მოკლედ და
ქალაქებში პაპრიკას უშვებიან და ასევე წიწაკის ზეთი. ახლა კი გავიდეთ გარეთ. დღევანდელი დღე, რა თქმა უნდა, შოპინგის გარეშე არ ჩაივლიდა. ეზნეს დაეძინა. და რა თქმა უნდა, ვიმყოფებით ჩვენ საყვარელ მაღაზია კოსში. მოვედით პარკში. კესურინამ გაიგოიძა. ხო და დაუნახე ვიღაცებს ლანგოშები როგორ მიქონდათ პიცებივით და ძალიან მომინდა. მაგრამ ისეთი დამოკიდებულება მაქვს ამ ლანგოშებზე, რომ თითქოს რაღაცა საშინელება უნდა გავსინჯო. და იმიტომ აქვს თუ დამასწრის ახლა ეს ლაპარაკს. თუ იმიტომ აქვს ესეთი დამოკიდებულება, რომ გავიგე, რომ დათოს თამაშებს როცა მივდივარ ხოლმე, პური ხახვი და მქონი არის ხოლმე პურზე წასმული. და რაღაცნაირად მგონია, რომ იგივე პროდუქტებს იყენებენ ლანგოშზე. ნუ სხვა გემოებიც არის, მაგრამ ამიტომ დამიწერეთ თუ გაინტერესებთ როგორი გემო აქვს ლანგოშს. აუცილებლად გავსინჯავ შემდეგ ვიდეოში. აი. რა სიღებ კესანი? კესანეს იღებ? Good job, Jordan! Yes! Good job, buddy! Good singing, bud. Good job, dude. შემოვედით ლა ფაბრიკაში, რომელიც არის ბაზილიკასთან, არის ძალიან ლამაზი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი კერძები აქვს. ნუ გემრიელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვა ადგილს გაგიზიარებთ შემდეგში. და ასევე დაგჭირდებათ მე პანუკა, რომ სუპერფარაშოში ჩავხვიდეთ, იმიტომ რომ ძალიან შორს არის. ანუ მიმართულება სუპერფარაშოში კი არის მითითებული, მაგრამ იქიდან რომ ამოხვიდე და გამოაღწიო, ეგ არ არის მითითებული. ამიტომ ყურადღებით იყავით ლა ფაბრიკაში თუ მოხვდებით. აბა კესანი ჩაყავით იცი. აბა გასინჯა.